სიყვარულით სამუდამო თორბულს თუ შეაერთე ცხოვრებაში პრობლემების დავიწყებით გაერთეთ არ გამოვჩეთ ლიგანიკა დაივიწყეთ პოლიტიკა ესი ადრე ადგანიკა? ჩემი ტოროლა! ვინ არის ჩემი ტოროლა? ნიკა! ყავა გამიკეთე რა! ოღონდ უშაქროთ! შენ რო ისი არა! არა, ორი კავზი ჩამიყარე! ნიკა! ნიკა! ჩემი საფულე ნახე რა! რატო ხარ ჩუმად ნიკა? ნახე უკვე! ნიკა! ვაიმე. ტანსაცმელი აქ არის. რატო ფიქრობ ესეთ სისულელებს? ვიცა. საძინებელში არ არის. სამზარეულოში არ არის. მისაღებ ოთახში არ ბრძანდება ვაჟ ბატონი. საძინებელში არ არის. საძინებელში ხო ვთქვი. საძინებელში არ არის. სამზარეულოში არ არის. მისაღებ ოთახში არ არის. აბაზანაში. კიდე კაი არ ვიყიდეთ ეს დიდი სახლი, თორე რა ჩამოთვლით ოთახებს. სად წავიდა ეს ბიჭი? ნუგზარისთან წავიდა და მალე შემობლაყუნდება ეხა. იქ ეხა ხო არ დაიწყებს ჭამას. ნუგზარისთან. საჭმელს ხო არ მოიკლებს ფაშა. სად წავიდა ეს კაცი? იღეხა. ლევანჩიკ, გამარჯობა. გაგაღვიძე ბოდიში რა. არ გეძინა? ვაიმე, ხომ მშვიდობა. კინოს უყურებდი, ხო? ნიკა შენთან არის? არა? ლაგოდეხში რა უნდა? მოგკლავ ეხა. კაი რა, ნუ მე კაიფები, გული გამისკდა. იცოდე თუ დამშორდა, არ დამიმალო. ბოდიში. კაი, ხო წავედი, სადმე ეგდება ლოგინის ქვეშ. ხო, კაი, დაიძინე ხო. მე სად წავიდა, ეხა ეს გოდორია, სად წაბლაყუნდა. ვაიმე დედა. Привет. ისე ხო კარგად ხარ ნიკა? მაგარი, ფანტასტიკურად რა. სირბილი დავიწყე და. მორჩი ეხა. თუ სამსახურის საძებნად დარბიხარ ნიკა. რა გინში, ვერ გავიგე კაცო. ცხოვრების სტილი შევიცვალე უცებ რა, რომ ჯანზე მოვიდე ისე სამსახურში ვინ ამიყვანს. ჭიათურის მაღაროში იწყებ მუშაობას? ოფის მენეჯერად. ფორმა უნდა აღვიდგინო. როდის იყავი ერთი შენ ფორმაში? რო აღიდგინო ფორმა რა. სულ ეგეთი ბუთქუნა და თამაზა მახსოვ ხარ. მივხვდი. ჩვენი ახალი მეზობელი როა ლალი. მასთან ერთად დარბიხარ ბისო. ზიკუნა რა გინდა ეხა ვერ გავიგე რა ლალი რა ისედაც გული მაქვს ამოვარდნა. დიახ, დილაობით ის დარბის, მაგრამ შენ როდის დაინახე ერთი ეგ მაინტერესებს. მე არ ვიცი ვინაც დარბის რა. მე დარბივარ ჩემთვის გემრიელად მარტო. ხო, გემრიელად. მე შენთან ერთად ვირბენ დილაობით ხვალიდან. რას მიყურებ? ერთჯერადი პროექტი იყო თუ აღარ აპირებ ვარჯიშის გაგრძელებას? რა ერთჯერადი პროექტი რა გინდა ვერ გავიგე. მე ჩემთვის ვირბენ ცალკე, თქვენ ერთად ირბენთ ცალკე. ვინ თქვენ? რა თქვენ? რატომ მიშლი რა ნერვებში? გირანიკა არ გიცნობდე მაინც რა. დილით რო გწყურია ხოლმე, სამზარეულოში არ გამოდიხარ გეზარება, რომ შენ თავს ასიამოვნო. ეხლა დილის 8 საათზე ადგები შენ ისე?
გეხვეწები რა, ნუ ეჭვიანობ და რაღაცა მაჭამე რა. ნუ გადადიხარ ეხა სხვა თემაზე. კარგი. მაშინ ჩემო ლალი, ჩემო საყვარელო, მაჭმევ რა, ეს გვაქვს საჭმელი რამე. ვატყობ ლალის მოუწევ შენთვის მომზადება საჭმელების. აუ შენ ვინახა რა გჭირს თო? ამდენი ის ვირბინე რა ასეჭვიანობ და გავირბინე ამ ხელი მეტრა რა და შეკიდე. რა იბინე? რა და 850 მეტრი გავირბინე მაგ. ლალი რომ მიაცილე სახლში ის დაგავიწყდა. ნიკა. კაროჩე მე ამშია და ასე ვჭამ. და ძალიანაც კარგი. აი მე აუ ძალიან ცუდათავა რა. რა იყო ნიკა? ქონები გტკივა? ქონები კი არა კუნთები. სადა გაქვს შენ კუნთები? ვარიანტი არ არის რა გეუნები, ეხლა ვერ წავალ სავარჯიშოთ რა. არაფრის თავი არ მაქვს. მე არაფრის თავი არ გაქვს, რა შესავალი იყო ეხა ეგ. წყალი წყურია თუ პულტი გინდა მოგიტანო? ერთიც და მეორეს. არა. აი მტყუილის სირბილის გამო არ მოგიტან წყალს. რატო არ მომიტანე? არ მოგიტან. აი სამსახურიდან რომ მოხვალ დაღლილი, წყალსაც მოგიტან ნიკა, საჭმელსაც გაგიწყობ, წვენსაც მოგართვებ და ერთ ლალისას მოგისვამ გვერდით. აუ გამხჩარ ვარ წყურვილით რა. სად დავიწყო ახლა ესე უცებ სამსახური? ტელევიზიაში ნიკა, მორბენალს ტრიქონად. ადექი და დალია, როდემდე უნდა გემსახურო. აუ კი არ უნდა მემსახურო, გოგო, უნდა მომიარო, მომიალერსო, ცივინიავი არ უნდა მომაკარო და საერთოდ ხელის გულზე უნდა მატარო მე რა. ქორწილში რასაც დამპირდი, ეხა მე გაგიკეთო არა? აუ ერთი კაწყალი დამალევინე რა. ნიკა. 800 მეტრი ირბინე და 5 მეტრია უკანამდე. გოგო დაღლილი ვარ რა, არ შემიძლია, ვერ ავდგები, ვერა, ბიჭოს. აბა ეხა დაგირეკონ დასალევად. აფრინდები კი არ ადგები. დასალევად კი არა, ქორწილისთვისაც რომ დამირეკო ნიკაც ვერ წავა. იმედედა. ისე რა მაგარი ქორწილი იყო, ჩვენი ქორწილია. არ გინდა ეხა ეგ აფერისტობა, მაინც არ მოგიტანი. რა აფერისტობა, რა პურმალი იყო. ჯერ მარტო წყალი იყო ისეთი რომ ხალხი გაგიჟებული წავიდა ქორწილიდან. ნიკა. იცი რა? თუ გინდა რომ ფეხებმა გაგიაროს მალე. აწყვე ზემოთ და კუნთები დაიზილე ესე კარგად. აი რა ლიკუნა დაზელვა უშველის ამას. კი, შველის. იცი მე რო ვარჯიშობდი, გოგა სულ ეგრე მიკეთებდა და მივლიდა. ვინ არის გოგა? შეგძლები არა? ოხ შენი. ხო და წყალი არის ონკანში, პულტი დევს თაროზე. სპორტსმენ. შენ რა გითხარი რა? რას მომინდომე სირბილი რას? ხო გაგირები სახში. აგეწია ის. კაი რა მთელი ოჯახი კისერზე მაწევს, ახლა გირები მაწევინე კიდე დედა. აბა შესაცოდაო რა დღეში ხარ, რა დღეში ხარ. შენი იღადავე და ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია ამ სახში. ახლა ჭურჭელი უნდა გავრეცხო, გამოვხვედე და დავრეცხო მე შენ რას აკეთებ? მე არ ვაკეთებ არაფერს. არაფერს არ აკეთებ. აი კვერცხი რო კვერცხია, იმის შეწვა არიცი. აქ ამოხვედი უკვე. ისიც მე უნდა შეგიწვა და ლოგიში მოგართვა რა. ხო ხედავ თავი არა მაქვს, მიდი შეწვი რამე ახლა. ცოტას მე შევჭამ. ამისთვის ილაპარაკე ამდენი შეკაცო. აი მეტედა, ხო. მე რა ვიცი, კაცო იქნება პახმელიაზე იყავი და ცუდი ხასიათზე, რა ვიცი, შეგას გაიგებს კაცი. ღია! უდროს მოვედი აშკარად. არა, მამა, მოდი. მამა! ბევრი ირბინა და მასას უკეთებდი. რა იყო უკვე? ძაღლი გამოგეკიდა? არა, ბაჭია. მე მაგის სავალი არიცი? კი როგორ არა, ლუდი. ლუდი კი არა, ვარჯიში უნდა მაგას, ვარჯიში. ადექით ახლა ორივე ტრენაჟერებზე მივდივართ. ადექი. აუ შანსი არ არის რა, თითქმის მოტეხილი მაქვს ორივე ფეხი ისე მტკივა. მე ვისრულობ. არა ვერ წამოვალ რა. ეს მართლა სულად არის. ადექი, ვარჯიში მოგიყვანს ჯანზე. ადექი. აი მე რა, ბოდიში, მაგრამ ტრაკი არა მაქვს და რა. ჩეცად გათხოვებ აგერ. 5 კილომეტრი ვირბინე რა არის ასაცილო კაცო. მე ზეთი გამოსასწრელი თუ კარლოტკები. ადექი ახლა, ადექი.
მამა, მე ბევრი საქმე მაქვს და ვერ წამოვალ და მიდი ადექი შენთან მოგიხდება, ადექი. გაი რა შე ვერ გავიგე ჩემი ტრენერი ხარ თუ ცოლი. დამიხმარე. ტრენერიც ვარ და ცოლიც. მოდი, ვაიმედე და. თითო, ბატონო ახალ. როგორ ახალ? არა მიშოს, ღვთისმშობლობით არა მიშოს. აგай ფორმაში ხარ, რაღაცა. ყველა სიცნობს შენი ქმარი. თაკმარისია. ეს ჩემი სიძია. შემოგევნე, გაუმარჯო. ეხლა არ დამიწყო ამ გასიებულს გოგო როგორ გაატანეო და ეგ ხოცი, არა. ვარჯიშის დაწყება უნდა და მიმიხედე აბა შენ. მივხედავ. კი, ბატონო. შენ გამოვუსწრეთ. კი, ბატონო, მივხედავ. კიდე ერთხელ შემოძმაო, შენ შემოძმ. მოდი ძმა, მოდი. მოკლედ, რაში ახ საქმე? ჩვენი დარბაზია რა ეს. ესე იგი გაიწევი ხოლმე ძმაო, იქ აწევები არის, აქ ჩაწევები არის, იქ გაწევები არის, იქ მოწევები არის რა. ნამებს მე რა გიხსნი? ახ შენ რა მითხარი, იცი ანუ? ფორმაში ხარ, ხო, ანუ ვარჯიშობდი? კი, 90-იანებში სისტემატურად ვარჯიშობდი. ხო, და აი რა სახის ვარჯიშებია? მეშვიდეზე ამ მქონდა უედრევი წყალი. გასაგებია, დიეტა ძმა? დიეტა კი 6-ის მერე ავჭამ 8-მდე რა. ხო მეტყობა. კაი, მომისმინე, სასმელთან მეგობრო? ამ კითხვაზე პასუხი რო არ გაგცეთ შეიძლება. ანუ? კი, სხვა უგო ჩემს იმას არ ვთხარ რა. აი, არ ვიტყვი შენს იმას. ესე რა მითხარი? ანუ დატვირთული გრაფიკი გაქვს დღის მანძილზე? კი. მე რატო რა სახის? ვჭამ. хорошо. შენ კუჭის მოქმედება როგორი გაქვს? ბატონო? კუჭის მოქმედება ანუ როგორი გაქვს? აუცილებელია? ნუ უნდა ვიცოდე რა. რა ვიცი. ნორმალია? არ არის პრობლემა. კაი. შენ რა მითხარი? ეხლა რამე გაწუხებ შენ? კი, უმუშევრობა. არა, ჯანმრთელობა ვიგულის. ჯანმრთელობა, კი, გული. მოიце გული არ არის ახუმა, რატო გაწუხებს გული? აი რო არ მუშაობ, მაკვიჭი ვარ. წონა? 80 რა პლუს მინუს 60. მოდი შენ ერთ თუთი. რა არის? მოდი აიწონე რა. დააგდე ეგ ჩანთა. დადექი მინდა. დადე ორივე ფეხი. გამოიწვევ და სასტრაფოდ ვიწყებთ ვარჯიშს. მიდი, ჩქარა. სიყვარულით სამუდამოდ ორბულს თუ შეაერთე ცხოვრებაში პრობლემების დავიწყები გაერთეთ არ გამოვჩეთ ლიგანიკა დაივიწყეთ პოლიტიკა ესი ადრე ადგანიკა? ჩემი ტოროლა. ვინ არის ჩემი ტოროლა? ნიკა. ყავა გამიკეთე რა. აღარ დუშაქროთ. შეროიცი ისი არა. არა, ორი კავზი ჩამიყარე. ნიკა, ჩემი საფულე ნახე რა. რატო ხარ ჩუმად ნიკა? ნახე უკვე. ნიკა. ვაიმე. დასაცმელი აქ არის. რატო ფიქრობ ესეც სისულელებს? ვიცა. საძინებელში არ არის. სამზარეულოში არ არის. მისაღებ ოთახში არ ბრძანდება ვაჟბატონი. საძინებელში არ არის. საძინებელში ხო ვთქვი. საძინებელში არ არის. სამზარეულოში არ არის. მისაღებ ოთახში არ არის. აბაზანოს. კიდე კაი არ ვიყიდეთ ეს დიდი სახლი, თორე რა ჩამოთვლიდა ოთახებს. სად წავიდა ეს ბიჭი? ნუგზარისთან წავიდა და მალე შემობლაყუნდება ეხა. იქ ეხა ხო არ დაიწყებს ჭამას. ნუგზარისთან. საჭმელს ხო არ მოიკლებს ფაშა. სად წავიდა ეს კაცი?
ხა? ლევანჩიკ, გამარჯობა. გაგაღვიძე ბოდიში რა. არ გეძინა? აი მე ხომ მშვიდობა. კინოს უყურებდი ხო? ნიკა შენთან არის? არა? ლაგოდეხში რა უნდა? მოგკლავე ხა. კაი რა, ნუ მე кайფები, გული გამისყდა. იცოდე თუ დამშორდა, არ დამიმალო. ბოდიში. კაი, ხო წავედი, სადმე ეგდება ლოგინის ქვეშ. კაი, დაიძინე ხო. მე სად წავიდა, ეხა ეს გოდორი რა, სად წაბლაყუნდა. ვაი მეტი. როეთ. ისე ხო კარგად ხარ ნიკა? მაგარი, ფანტასტიკურად რა. სერვილი დავიწყე და. მორცი ეხა. თუ სამსახურის საძებნად დარბი ხარ ნიკა. რა გინეში? ვერ გავიგე კაცო. ცხოვრების სტილი შევიცვალე უცებ რა, რომ ჯანზე მოვიდე ისე სამსახურში ვინ ამიყვანს. ჭიათურის მაღაროში იწყებ მუშაობას? ოფის მენეჯერად. ფორმა უნდა აღვიდგინო. როდის იყავი ერთი შენ ფორმაში? რო აღიდგინო ფორმა რა. სულ ეგეთი ბუთქუნა და თამაზა მახსოვ ხარ. მივხვდი. ჩვენი ახალი მეზობელი როა ლალი. მასთან ერთად დარბი ხარ ბისო. დიკუნა რა გინდა ეხა ვერ გავიგე რა ლალი რა ისედაც გული მაქვს ამოვარდნა. დიახ, დილაობით ის დარბის, მაგრამ შენ როდის დაინახე ერთი ეგ მაინტერესებს. მე არ ვიცი ვინ არის დარბის რა. მე დარბივარ ჩემთვის გემრიელად მარტო. გემრიელად. მე ჩვენთან ერთად ვირბენ დილაობით ხვალიდან. რას მიყურებ? ერთჯერადი პროექტი იყო თუ აღარ აპირებ ვარჯიშის გაგრძელებას? რა ერთჯერადი საკუთარ სიდედრზე. ნუ ეხა სიდედრი საერთოდ და სიდედრიც ყველას ესეთ სიდედრი ხო არ აყავს კაცო. მაგრამ მაინც. აჩერ ბიჭო. მე მოვჭი და გავათავე. ასე უცებ გაათავე საყვარელი. რა? არა, ასე უცებ დაამთავრეთ მეთქი ვარჯიში. კაი, აბანოში შევა. აბანოში შეხვალთ. აბანოში შევალო. და არა შევალთო. გათახსირებულ კაცურებს ფიქრობა. ვაიმე დედა რა ცუდათავ. მალე მოვა კაცო. კი, 2 წუთში მოვა, ნუ ნერვიულობ. გასულა 1 საათი უკვე. ვაიმე, თუ ვერ მომისწრეს ტელეფონს შენ გიტოვებ. რა ტელეფონს მიტოვებ? ჩემ მობილურს რა ქონებაც გავაჩნია შენ გიტოვებ. ვაიმე. აი მოვიდნენ. მე მგონი მოვიდნენ. ვაიმე. კი, მარცხენა კარია. ახლავე გავაღებ. დიახ. ვაიმე დედა. მობრძანდით. ვაიმე, გიმობიშველეთ, გიმოკვდები. გიმობიშველეთ. მობრძანდით. მიშველე. ვაიმე, გიმობიშველეთ. ვაიმე დედა რა ცუდად. აი ბიჭო სირცხვილია. ვაიმე. დამშვიდი. ვაიმე. აბა რა გვაწუხებს? თქვენი არ ვიცი რა გაწუხებთ, მაგრამ მე მგონი უკვდები ექიმ. ტანზე კი არ ეთყობა. ჩემს ნიკოლოს თუ ის სპორტსმენია. ძალიან ბევრი მოუვიდა, ბევრი იშრომა, ბევრი ვარჯიშა და გაიშოვდა. გადარჩება არის ნერვიულად. გადარჩებაო, ხედავ, ნუ გეშინია. ექიმი გამოიძახე თუ ნათელმხილველი კაცო. მოდი ახლა მე წნევას გაგიზომავ და მე ყავაში ჩაგიხედავ არ არის პრობლემა. ხედავ, ეგეც არ არის პრობლემაო. ჩემი ფუმფუა. და ნახოთ აბა წნება რამდენი გაქვს. ცოტა გეტკინება ხელი არის ნერვიულო. გაუძელი, მიდი. აბა ექიმ რა ხდება? 140 გაქვს 70-ზე. ვაიმე. გადამჩები. კი, გადარჩები. ყავაში ჩახედო აღარ გინდა. თუმცა მაღალია. მაღალია. წყალი მომიტანე რა. წყალი? ახლავე ექიმო. აი მე რომ მეთხოვა პატივცემულო ექიმო. წყალი. არ მომიტანდა არაფერს დიდებით. აი, ასე დღეში ვარ. ინებეთ. კიდევ ხوار მოგეყოლა რაღაცეებია, როგორ დღეში გაგდებს ცოლი.
ვაი. ჩვენი ფოტოების ალბომი ხომ არ მოგართვა? არა იყოს მოგება. ანუ სპორტით ხართ დაკავებული. კი. ჩოკით ხტობაზე დავდივა. ძალიან. კარგით რა ეკიბო რა, სპორტსმენობა მემეთყობა ეხამე. ერთხელ მივარჯიშე და ცხოვრებაში იქ აღარ შევარ. მოკლედ თუ კიდევ გადაწყვეტ სპორტით დაკავებას, ცოტა მიეპარეთ ნელ-ნელა ესე პირდაპირ არ გინდათ დატვირთვა კარგით. კარგით. და დაისვენეთ, რამდენჯერმე გავუსწრებთ მაინც, ხო? კი. გავუსინჯე. მადლობა ეკიბო. გაიგონე რა თქვა? კი. წნეო გავუსინჯე ხოლმეო. არა, დაასვენეთო, მოასვენეთო და მოუარეთო. კარგი, ჩემი სიც. კარგით, გამოჯამრთელდით მოკლედ და თუ დაგჭირდათ დაგვირეკეთ აუცილებლად. აი რო გადავრჩები, ჩემი გადარჩენის უნდა აღნიშნოთ მერე. მაგარი დრო უნდა გავატარო და დაგპატიჟებთ აუცილებლად. ხო. გიტარას მოვატარინე ბიჭებს რამე შეუბეროთ ერთი დაჭყოჩიანად. ვიქეიფოთ. არ არის საჭირო, დიდი მადლობა. მე პაციენტებს ვინ მიხედავს. მართალი მზადდება. ისე რო იქეიფებთ მეორე დღეს დაგვირეკეთ, გამოგვიძახეთ და მოვალთ. მგელა ბანს იმღერებს, მე ხას შევჭამ. გიყვართ ხაში კაცო. კი, ძალიან. აი მადლობა რა, დიდი მადლობა. ვაი ბიჭო. გელა, გამოყევი ჩოდე პურმანს ენაწყლიანი ჩახარშე და თავა დაიქნები. აბა, ნახვამდის დიდი მადლობა. აბა ბედნიერად. დედა ფეხები არ მივარ. ხვალ წავალ და ახალ მაისურებს გიყიდი. რა ვითომ რა ხდება? ესე თუ გააგზავნე შენ ვარჯიში, აღარაფერი ჩაგეტევა. გადმოგასკდება კუნთები. აი შენ მეკაიფე და რო დავიბერები მე ნახე რამდენ ქალს მოვეწონე. всё! იცოდე მორჩა. ხვალიდან არანაირი ვარჯიში, არანაირი სწორიკვება. შეჭამ მწვადებს, ხინკალს და სუხორცებს და მორჩა. კი ბატონო, შენი ხათრით მაგასაც ვიზა. ვაიმე დედა. რა გავაკეთო ხვალ? რა ვიცი, რა გვაქვს? ხორცი გვაქვს. ტოლმას გავაკეთებ ან ქაბაბს? ძალიან გთხოვ რა, რაღაცა ეს ტოლმა, ქაბაბი და ყველანაირი მოგრძო რაღაცეები დაივიწყე, რაც შტანგის ასოციაციას გამიჩენს, კაცო. ერთი კვირა მაინც. ვაიმე დედა. ვაიმე, რა ივარჯიში ასეთი რა. ვაიმე, არ მინდა მტკივა ყველაფერი. რა მივარჯიშე კი არა, გოგო? არიცი, მთელი დარბაზი მე მიყურებდა რა. რატო ჩემო რემბო, გული აგერია? მოიცა კაცო, შენ ნუ ვიცი ხოლმე ყველაფერზე ეს რაღაცა ჩაშხარება რა. გული კი არ ამერია, გოგო 50 კილოიანი გირები ვაფრიანი ჰაერში ძმაო. შტანგების გადაღუნვა და რაღაცა. მე არაფერი რო არ მეყო და არ დავიღარე, მამა შენი შემოვისუკისებს და ბუქნები ვაკეთე. გადაერია. ესე იგი სიმძიმეებს კარგად ზიდავ, ხო შენ? 500-600 კილო არაფერი არ არის ჩემთვის. რა მაგარი ბიჭი ხარ. ახლავე დავერეკავ თეიკოს. თეიკოს შეიძლება. ისეთი არაფერი ხარ შენ რო ვერ შეძლო თან. ახალი პიანინო იყიდეს და უნდა აიტანონ მეხუთე სართულზე. თან ეს 300 კილო თუ იქნება. აი გამოგივათ არაფერი კაცო. რატო? იმიტომ რომ მაგას ხელის მოსაკიდი არ აქვს პიანინოებს, თორე იქაც შემოთავაზეს დარბაზში ზურგზე მადებოდა. ვიდა ერთი ხელი ხომ რა მომეკიდა. აუ რა მაგარია, მამაჩემ ძალიან გაუხარდებოდა, ხო? მაგრად გაუხარდებოდა, კაცო. კითხე თუ გინდა. მართლა გითხო? რა ვიცი. დაურეკო? დღეს არ გინდა კაცო. ხვალ კიდე იქნებ და გავიწყდეს. ვაიმე დედა.